მოგესალმებით, ტრანზიტები მინდა გავიაროთ დღეს კიდევ ერთხელ ბევრიჯერ მაქვს ესეთ ვიდეო ჩაწერილი საქართველოსთან მიმართებაში რა ხდება ახლა ცაზე. როგორი ტრანზიტები აქვს საქართველოს, სად არის კულმინაციური მომენტები. პერიოდულად ვაკეთებ ხოლმე იცით ალბათ ვინც მიყურებთ მსგავს ვიდეოებს და ახლა კიდევ ერთი რაღაც მნიშვნელოვანი ელემენტები ცოტა უფრო უკვე შორს მინდა რომ გითხრათ საერთოდ ტენდენციები პრაქტიკაში როცა ტრანზიტებს გავდივართ ხოლმე ტენდენციები უფრო მეტად გასაგები ხდება რაც უფრო ახლოს ვართ რეალურად იმ ტრანზიტულ მოვლენასთან ხო ერთი იცოდეთ რომ ასტროლოგია არ არის მკითხაობა რომ აი ესე იქნება და მოჩა ეს არის ტენდენციები და ამ ტენდენციებში რა როგორ გათამაშდება არის ზუსტად არ ვიცით ხოლმე ზოგადად ხვდებით რა ენერგია არის აქ ჩართული როგორ შეიძლება ეს წარიმართოს პროფესიონალური ასტროლოგია უფრო სხვანაირად უყურებს აი ესეთ ტრანზიტულ თემებს პოპულისტური ასტროლოგიის მიმართული არის ხალხის დასაინტერესებლად ზედაპირული ინფორმაციის მისაწოდებლად ერთდღიანი ინფორმაციაზე არის ორიენტირებული და მან ისე უფრო მარტივად ხსნიან რაღაცას ვიდრე უფრო სიღრმისეულ ასტროლოგიაში ხდება. ამიტომ აი დღეს მინდა გავაკეთო აქცენტი უფრო ტენდენციებზე რა გველის კიდევ თქვენ შეგიძლიათ ნახეთ ალბათ ჩემი წინა პროგნოზები ისე რომ ვთქვათ ენერგიები და როგორ დავიჭერთ ამ ენერგიას ეს ჩვენზე არის ჩვენი პასუხისგებლობა არის და აი ამ ენერგიებს ძალიან ბევრი რამე გამოვიდა ისე როგორც იყო ჩემ ვიდეოებში ვინც ადევნებთ თვალყურს და ფაქტობრივად მე თვითონაც არ ვიცოდი ესე თუ განვითარდებოდა მოვლენები მე ვამბობდი რომ ეს რთული მომენტები გვიჩას ამა და ამ დღეს, ამა და ამ პერიოდში, ამას რო გადავაგორეთ, მე მშვიდდება სიტუაცია, ესეც მოხდა რეალურად, ხო? და აქ არაფერი კავშირი არ აქვს წინასწარმეტყველებას, მეგობრებო, ეს უბრალოდ რაც ზევით არის, ის ქვევით არის, ხო? რაღაც იძაბება ხოლმე ტენდენციები, პლანეტარული ენერგიები და იმას ვიჭერთ ჩვენ ვის როგორ შეგვიძლია ისე, ხო? ქვეყნებს თავისი რუკა აქვთ ასევე, რომ აღარ გავაგრძელო, ეხლა რატომ მინდოდა ეს ვიდეო ჩამეწერა. მნიშვნელოვანი თარიღები გვაქვს წინ და არის კიდევ წინ კულმინაციური მოვლენები და მინდა რომ ამ აქცენტები გავაკეთო, რას ხედავთ ახლა ჩვენ საქართველოს რუკას რომ დავადოთ ტრანზიტული რუკა, რა არის ახლა აქ მნიშვნელოვანი. ახლა მაქვს მეგობრებო შეყვანილი რაღაც ინაუგურაცია რომ ხდება დაახლოებით 24-25 დეკემბერი 26-27-29 დეკემბერი ასევე ის პერიოდი მაქვს შეყვანილი და აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ისევ მარსი ისევ ჩვენ იუპიტერთან მოდის ახლა ეს რას ნიშნავს ისევ ასტროლოგიაში გვაქვს რეტროგრადულობის ფაზა როდესაც მარსი ეს არის ომის კონფლიქტების დაძაბულობის მმართველი პლანეტა ჯერ ისედაც როგორც კი ადრეც ვამბობდი, როგორც კი ეს პირველ სახლში შევა, დაიწყება უკვე ბევრად უფრო აგრესიული პოლიტიკა, დაიწყება დაპირისპირებები, ცემატყება, მინიმუმ არს აქ ეს ენერგია, აი პირდაპირ უშუალო ესეთ ხელჩართულ ბრძოლას აჩვენებს ხოლმე მარსი. ანუ ჩვენ ვიქნებოდით რაღაცნაირად ძალიან ესეთ საომარი პოლიგონი და ვინც ახლა აქციებზე დადიოდით, ამეთანხმებით მეც ვარ პირდაპირ უშუალო მომსწრე იმ ყველაფრის პირდაპირ შუა ომი რო იყო ლამის გაჩაღებული რუსთაველზე, ხო? აი ხელჩართული დაპირისპირება. ეს მარსიანული ენერგია არის და ამას ვამბობდი კარგა ხნის წინ. აი ეს მარსი, როცა წამოვიდა ჩვენთან, გაუარა იუპიტერს, გაუარდა ოპოზიციებს, გვერდზე ჩვენ ნათალურ პლანეტებს. დამძიმდა სიტუაცია არჩევნების შემდეგ კრიზისები დაიწყო, დაპირისპირებები დაიწყო. ახლა გაჩერდა ეს მარსი, წავიდა უკან. უკან წასვლა ეს არის მუხრუჭები, როცა რაღაცები არ გამოდის. სხვათა შორის იუპიტერის რეტროგრადულია, მარსიც რეტროგრადულია. როცა პლანეტები უკან მოძრაობენ, ესე ჩანს დედამიწიდან, უკან მოძრაობენ და ასტროლოგიაში ასეთ პერიოდებზე ვამბობთ მაქვს მარსის რეტროგრადულობაზე ვიდეო ცალკე გაკეთებული თავის საქართველოს რუკით, ხო? მაგრამ აქ ორი სიტყვით ვიტყვი. ეს არის რაღაცების შენელება, დამოხრუჭება, უკან
ბრუნდება თითქოს რაღაც სიტუაციები, არის აქ უკვე რაღაცები გასარკვევი, რაღაცები დასაგეგმიც როგორ იცით, აი განხორციელება რომ ნაკლებად ახლა იმას რომ იმ ადამიანს რომ პრეზიდენტად ნიშნავენ და ასეთი რეტრო პერიოდებია. როგორც კი გასწორდება ეს რეტრო პლანეტები, აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოჩნდება ის ადამიანი, როგორც წესი, საერთოდ არ განვიხილავთ საქმეს აქტიურ ამე მნიშვნელოვან საქმეს რეტროგრადულ ფაზაში, მაგრამ რა არის ახლა აქ მნიშვნელოვანი? ზუსტად მაგ პერიოდში ეს მარსი უერთდება ჩვენს იუპიტერს 4 გრადუსზე იქნება. სხვათა შორის ძალიან ბევრს აქვს იუპიტერი 4 გრადუსზე ლომში, კობახიძეც არის მან ჩართული სხვათა შორის და როგორც წესი ქვეყნის იუპიტერი, შენი იუპიტერი რო უერთდება, რაღაცნაირად თითქოს მათი პოლიტიკური თუ მათი კარიერული განვითარება დამოკიდებული არის ქვეყნის კარიერულ მოვლენებზე. ამასაც დაკვირვებული ვარ, ჩართულები არიან თითქოს ქვეყნის რაღაც ორომტრიალში, ქვეყნის ბედზე, ესე რომ ვთქვათ. და რა არის ახლა აქ საინტერესო, ესე იგი მარსი უერთდება იუპიტერს. იუპიტერი ადიდებს ყველაფერს. ეს არის პოლიტიკას კანონს მართავს. რაღაც მგონია რომ იქნება შეიძლება კიდე რაღაც საკანონმდებლო დონეზე მოვლენა, რომელსაც აგრესია მოყვება აუცილებლად ან პროტესტი. ეს ჯერ არ იქნება სამკვდრო სასიცოცხლო ესეთი ნეგატივი, იმიტომ რომ იქ მზადდება კიდევ ახალი ასპექტები. ეს იქნება დაძაბული მოვლენების კვირა, მოდით ესე ვთქვათ. 23-დან ფაქტიურად უკვე დაწყებული 23 დეკემბრიდან იწყება ეს დაძაბულობის ფაზაში შესვლა, როცა მარსი პირადად ჩვენს იუპიტერს უერთდება და როგორც კი ოდნავ მოცილდება იუპიტერს, მერე სატურნს ხვდება ოპოზიციაში. ეს არის რაღაც ესეთი განცდა მაქვს, რომ ან განმეორება იქნება რაღაც იმ სცენარის, რაც ჩვენ უნდა უკვე ვიხილეთ, ან იქნება დაძაბულობის კიდევ უფრო მომწიფება, იმიტომ რომ ეს რეტროგრადული ფაზა არის რეტროზე. აი ესეთი მკვეთრი მოვლენები არ არის, თითქოს გადააზრების, გადალაგების, გადაწყობის ფაზა არის, ხომ? და ანუ ადრეც თქვი, რომ რეტრო მარსზე, როცა ვინმე აგრესიულად იქცევა, ის მას ძვირად უჯდება მერე, ხომ? და როგორც კი აი ეს მარსი წავა, ნენლა ოპოზიციებს გააკეთებს, ეს იქნება კიდევ თითქოს გამეორება იმ მოვლენების მსგავსად, არა ზუსტად. რომ აქ კიდევ არ არის ჩართული ეს ასპექტები, რომელიც საკმაოდ რთული არის ხოლმე. პლუს ნენელა რეტროგრადული ურანიც, რომელიც ჩვენ ვენერასთან იყო შეერთებაში კარგა ხანსა, ვენერა ქვეყნის ერს განასახიერებს, თვარეც არის მაგის სიგნიფიკატორი, მაგრამ აქ ერსაც განასახიერებს, იმიტომ რომ მეოთხე სახლის მმართველი არის მიწები, ტერიტორიები, აი ჩვენი ესეთ მოსახლეობა, ეს არის ვენერას ენერგია და ურანი მასზე რო გადიოდა, ეს არის აჯანყებული საზოგადოება, ფონი აღელვების, ხალხს რაღაცა აღელვებს, ხო? ეს წერტილები იანვრის პირველ რიცხვებამდე, 10 რიცხვებამდე საკმაოდ დაძაბული მაინც იქნება, თუმცა აი ეს დეკემბრის 29-მდე ვხედავ განსაკუთრებულად მძაფრ ისეთ რთულ ასპექტებს და არეულობა იქნება მაგ პერიოდში აუცილებლად, ან ინაუგურაციასთან რაღაცა იქნება. სალომეს ზურაბიშვილის გამოსახლების თუ რაღაცის ესეთი ვარიანტიც არის, მასაც აქვს სხვათაშორის ცოტა რთული კომბინაცია, მაგრამ არა ისეთი, რომ რაღაც ცუდი მოხდეს მის თავს, მაგრამ აი ეს გამოსახლება, ეს დაძაბულობა აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ აქ მარსი ძალიან ისეთი აქტიური არის, იუპიტერი ეს უცხოეთიც არის ზოგადად, პოლიტიკაში და პოლიტიკაც არის, ქვეყნის კანონმდებლობაც არის, აქ მარსი მოდის. ეს ძალიან არევს ხო რაღაცებს, კიდევ რაღაც საკანონმდებლო თემა იქნება, კიდევ რაღაც კანონს ან რაღაც პოლიტიკურ მიმართულებას რომ მოყვება მარსიანული პროტესტი და აგრესია. მაგრამ ეს არ იქნება ის ფაზა მაინც ბოლომდე, რაც ჩვენ უკვე გამოვიარეთ და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი უნდა ვნახო, რომელსაც ვაკვირდებოდი და ძალიან გადაჯაჭვული არის ეს თარიღი მეგობრებო, კობახიძის რუკასთანაც. ახლა რა ხდება თქვენ ვინც ერკვევით ასტროლოგიაში, რომ შეიყვანოთ 25/04/2005, აი მან ძალიან კარგად ნახავდით
მარსი უკვე აღარ არის რეტროგრადული. ის დაბრუნდება კეთჩხიბიდან და უკვე ისევ ზუსტი შეერთება კეთდება რეტროს, რომ დაასრულებს ფაზა. პლანეტას აქ უკვე აბსოლუტურად სხვა ენერგეტიკა. ეს არის უკვე საბოლოოდ უნდა გადაწყდეს უკვე პრობლემა. ესე იგი, სწორ ფაზაზე გროვდება პრობლემა, მერე ჩერდება, მერე უკან ბრუნდება. ეს არის აი გადახედვის, გადალაგების პერიოდი, და რო სწორდება და მოდის, ეს არის უკვე საბოლოოდ შესწორებული ვარიანტი უნდა დაფიქსირდეს. აი ეს არის თვითონ რეტროგრადულობის ენერგია, რეტროგრადულობის ფაზა ტრანზიტულ ასტროლოგიაში და აქ უკვე ძალიან საინტერესო რაღაც ვლინდება. მე მგონია რომ სერიოზული რაღაცები მოხდება მეგობრებო უკვე აი ფაქტიურად 25 აპრილიდან უკვე ჩვენ ფაზაში ვიქნებით. ვისაც გონია რომ ახლა იანვარში და თებერვალში გადაწყდება რაღაც სიტუაცია, თუ რაღაც შეიცვლება მან მერე კიდე გველოდება კრიზისი ძალიან სერიოზული და მე მგონია რომ არ შეიცვლება და კრიზისი გროვდება უკვე აპრილისკენ. მე ესე ვხედავ, ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ იმდენი ასპექტი ჩდება, რომ ეს აღარ არის უკვე პატარა ამბავი. ნახეთ, იუპიტერი უკვე სუჩერთებაში არის მარსთან, ნათალურ ჩვენ იუპიტერთან, მარსი აგრესიის ომის პლანეტა. ამავე დროს უკვე პლუტონი ტრანზიტში, ცაზერა პლუტონიც არის და პლუტონი ჩვენთან, ეს არის მარსის უმაღლესი ოქტავა, ეს არის აი ზეწოლა, ძალადობა, სიკვდილსაც მართავს პლუტონი, მეგობრებო, ტრანსფორმაციასაც მართავს, უბედურ შემთხვევებსაც მართავს. და გარე ზეწოლას, აი პლუტონი ცით როგორი ენერგია არის, აი მასები, გამოსვლები, სპეცნაზი მაგალითად, აი ესეთი დაპირისპირებები, სპეციალური სამსახურები, თუ რაღაცები რო არიან, ეს არის პლუტონი და ჩვენ გავიარეთ ერთი მარსი პლუტონის ოპოზიცია, როცა დაიწყო ის ყველაზე მძაფრი სპეცსამსახურის ღურების და მთელი სპეცების ვითომ გამოსვლები და რაღაცეები და ეხლა რო დაბრუნდა ისე მარსი წამოვიდა, მაგრამ ეხლა ნახეთ, აი ამ პლუტონთან აქ ოპოზიცია მარსის სერიოზული დაპირისპირებები არის, უკვე ძალოვან სტრუქტურებთან დაპირისპირებები, აი უკვე გააგრესიულებული ძალოვანი სტრუქტურები შეიძლება იყოს, გააგრესიულებული ხალხის, ამას იუპიტერი ადიდებს ყველაფერს. და ამავე დროს აქ რაც ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანია, მეგობრებო, ეს პლუტონი ასევე იუპიტერს უკეთებს ჩვენთან ოპოზიციას. ოპოზიცია, კვადრატურა, დაცაბული ასპექტები. დაცაბული ასპექტები ეს არის კრიზისი, რომელიც განმუხტვა საჭიროებს. ეს არის პრობლემა, დაგროვილი კრიზისი, რომელიც გადაჭრაც იმ მომენტში ჩვენ ძალიან გვიჭირს ზალის გარეშე. ყველას გულისხმობ, ხო აქ? და ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ პლუტონი, როცა ესეა იუპიტერთან და მარსთან ჩართული, ეს არა მარტო უკვე მარსიანული, უბრალოდ ცემატყება არის, ეს რაღაც უფრო სერიოზული საშიში არის, ვინმე არ ემსხვერპლოს. არ შეგვეშინდეს, აი შეიძლება დავიძაფროთ ყველანი ძალიან, რომ რაღაც ძალიან საშინელი ხდება. შეიძლება ეს არ იყოს ისეთი ფიზიკური დაპირისპირება, როგორც განცდადი იყოს, ხო, თუმცა მარსი როცა არის ჩართული, ეს რაღაც შეტაკებებსაც აჩვენებს ხოლმე. ასტროლოგისთვის გულახდებათ რომ გეთხრათ, ეს ძალიან ისეთი პროგნოზი, ძალიან სარისკო თემა არის, იმიტომ რომ არ ვიცით ხო როგორ მოხდება ხოლმე და რაღაცნაირად ყველა ერიდება ხოლმე რომ გააკეთოს ესეთი პროგნოზები, მაგრამ აი მეც მაინტერესებს ეს როგორ იმუშავებს, ხაც ისე მაინტერესებს სიხარულით კი არა, ცოტა მაშინებს გულახდებათ რომ გითხრათ, აი როგორც ადამიანი რომელიც ასტროლოგიაზე მუშაობს, 15 წელია მუშაობ ამ სფეროში დაახლოებით პლუს მინუს და არა მეთვლია და აი იქიდან გამომდინარე თუ ვინმე სერიოზული კრიზისი მომხდარა ვინმესთან, ესეთ ასპექტებზე მომხდარა, ძალიან დიდი საშიშროება ჩანს. შეიძლება ეს გადავაგოროთ, შეიძლება რაღაცა მოხდეს და იყოს დაძაბულობა, მაგრამ გადავაგოროთ, მაგრამ შეიძლება ვერ გადავაგოროთ. ყოველ შემთხვევაში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ პერიოდში. აპრილი 25-დან იწყება. შემდგომ პლუტონი იუპიტერის ოპოზიცია რას ნიშნავს? იუპიტერი ეს არის კანონი, ეს არის ისევ რომ გაგიხსნათ უცხოელებთან ურთიერთობა, უცხოელებთან ინტეგრაციაც არის აქედან პლუტონი გადატვირთვას აკეთებს საერთოდ. საერთლიან გადატვირთვას აკეთებს იუპიტერის, ეს არის
ძალათი რო კანონსვლი, ძალადობით რომ მინდა რაღაცა გადავტეხო მაგალითად, ან აქედან მარსი ხო აი ის რომ მიდის რა არ დაგითმობდა, არა უნდა დამითმოდა, უკვე ის რაღაც დიდ ღირებულებებზე როცა მიდის უკვე ლაპარაკი, იუპიტერი დიდი ღირებულება არის, შეიძლება უკვე ძალიან ამაზე მეტი რაღა უნდა დაემუქროს ჩვენს ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაციას, ხო იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ევროპა იქნება თუ ვინ იქნება, ცივილიზებული, განვითარებული სამყარო, ხო? ახლა ისეთი რაღაცა არის პროფესორთან და დახვეწილ ადამიანთან და წარმატებულთან უფრო იმეგობრებ თუ ხელმოცარულ, გაუნათლებელ რაღაც უსუსურ ადამიანთან, ხო? ანუ აი მარტივი ენით რო ავხსნათ, ხო? რაღაც ეგეთ სიტუაციასთან აქვს საქმე. დაახლოებით და მეტი რაღა უნდა დაემუქროს, თუმცა როცა იუპიტერი არის აქ ჩართული, აქ რაღაც სერიოზული, აი ამ იუპიტერის დასაცავად პლუტონი მარსი იწყებს ბრძოლას. მე ესეთ ინტერპრეტაციას გავუკეთებდი. პლუს ნელა ეს მარსი კიდევ წამოვა წინ, მერე ჩვენ სატურნს გაუკეთებს ნათალურ სატურნს ოპოზიციას სუსტს ისევ. ესეთი ოპოზიცია იყო მაშინ, როდესაც დაიწყო ეს გამოსვლები, კობახიძე რო გამოვიდა და რო თქვა რომ ვასრულებთ ევროკავშირთან ინტეგრაციასო და მოლაპარაკებებსო, მაშინ რო დაიწყო მთელი ამბავი, აი მაშინ იყო სატურნი მარსის ოპოზიცია. და ფაქტიურად ძალადობით სახელმწიფო სტრუქტურები არის მარსი, აი ეს სატურნი, ეს სახელმწიფო ღერძი არის კანონმდებლობა, ოღონდ უკვე სტრუქტურებში გადასული. აი ეს ომი დაიწყო, ოღონდ აქვე პლუტონი არის მეგობრებო და აქვე არის უკვე მარსიც, ხო? და ეს შეიძლება თვითონ საჯარო მოხელეებისგანაც ატყდეს მთელი ამბავი, ხო? იქ მარსიანულ ენერგიაში გადავიდნენ. თან ახლა ესეთი კანონი მიიღეს, რომ ფაქტიურად საჯარო სამსახურის თანამშრომლებს თუ თლიანად არ იქნებიან ლოიალურები ხელისუფლებასთან და ძალიან არ იცდებიან, რომ ხელისუფლებასთან ჩააწყონ საქმეები, როგორც ადრე იყო კომპარტიებში და რაღაცეებში, ისე უკვე ფაქტიურად უფლებები აღარ ექნებათ და გამოშვების რისკი აქვს, ხო? ეხლა რა კანონმდებლობაზეც არის ლაპარაკი. აი ამ კანონმდებლობამდე შეიძლება მათი დიდი აჯანყებაც გამოიწვიოს, იმიტომ რომ სატურნი მარსი იქნება, იქ პლუტონია, იქ იუპიტერია, ხო? აი ესეთ რაღაც დაძაბულობასთან გვექნება საქმე. ამავდროულად ურანი უკვე აღარ არის რეტროგრადული და წამოსული არის 26 გრადუსზე და არის ვენერასთან შეერთებაში. ეს ისევ გააქტიურებს რაღაცნაირად სახალხო აჯანყებას და სახალხო ამბებს, მაგრამ აქ არის ერთი საშიში ასპექტი, მეგობრებო. ასევე შავი მთვარე, იცით, რომ ეს კარმის პლანეტას ვეძახით, ფიქტიური წერტილი არის. ეს არის საცდურები, ეს არის საშიშროებები, ძალიან დიდი საშიშროებები, მეგობრებო. აი თუნდაც ისრაელში რო იყო შეჭრა, ის უბედურება, იქ ურანთან იყო ლილიტის კვადრატი, ანუ შავი მთვარის, აი თუ ქვეყნების რუკებს დააკვირდებით, როდესაც რაღაც ისეთი მოხდა, რაც ძალიან დიდხანს დაამახსოვრდათ, ხო? აი ეს ლილიტის გავლენა იყო ყოველთვის ხოლმე ტრამვას რო გვაყენებს, მაგალითად კიდევ ერთხელ მიმაორებ, ადრე თქვი 2008-ში ომი რო მოხდა რუსეთთან, ჩვენს შავ მთვარესთან იყო პლუტონის ზუსტი შეერთება, გრადუს ზუსტი შეერთება და აი დღემდე მოყვება ეს რაღაც ტრამვა. აი ამ პერიოდში, აპრილში იქნება 4 გრადუსზე შავი მთვარე მორიელში, გრადუსებს რატო ვახსენებ? 4 გრადუსი არის მეგობრებო აქეთ პლუტონი, 4 გრადუსი არის მარსი და ჩვენი იუპიტერი ნათალური და შავი მთვარე იქნება 4 გრადუსზე და გაუკეთებს ნეგატიურ კვადრატებს აი ამ პლანეტებს. თუ იმ დროს გადატრიალება მოხდა, თუ იმ დროს რაღაც მოხდა, აქ შავი მთვარეს ეს იქნება ძალიან მტკივნეული, ძალიან ტრამვული, ძალიან ცუდი რამ.
ქვეყნისთვისაც მეგობრებო, იმიტომ რომ შავ-მთვარე მეოთხე სახლში გაგვდის და ქვეყნისთვისაც რატომ შეიძლება დიდი დანაკარგით იყოს ეს ყველაფერი. შეიძლება აი იმხელა ქაოსი იყოს, რომ მე დიდი ხანი მოგვიწიოს ამ ყველაფრის დაალაგებამ, ხო? მორიელში შავ-მთვარე ეს არის ამოყრის ყველაფერს. ახლა მორიელი არის აი განწმენდვასთან კავშირში, სულიერი განწმენდვა, ენერგეტიკული განწმენდვა, ხო? ოღონდ მორიელი ამას ძალიან ცუდად აკეთებს. აი აწვება ძალიან, ხო, შავ-მთვარეს გულისხმობ, აი ამოყრის დაგვანახებს ყველაფერს, საშინელებას, რაც ჩვენში არის, ერთშიც საზოგადოებაში. ხა ნუ გონიათ, რომ ეს ბიძინა დავის ხელისუფლებით და ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ, ყველანი ვართ შუაში, ყველაში დევს ის ენერგია, ის უძრაობა, ის საბჭოური მენტალობა, ხარ მოვერიდები პირდაპირ თქვა, ის აი ჩვენ შავ-მთვარეზე ატყამს ყველაფერს, ჩვენ შავ-მთვარე მშვილდოსანში არის ნათალურ რუკაში, ხო, საქართველოს. აი ღირებულებებში მაგარი არეულები ვართ, ხო, ქვეყანა, როგორც ქვეყანა თვითონ სულ მაგას ვამბობდი, ფარისევლობა არის ძალიან გამეფებული ქვეყანაში, ხომ? და ახლა მიდის რაღაცნაირად ბრძოლა წარსულსა და მომავალს შორის, სინამდვილესა და ილუზიებს შორის, ხომ? აი ჩვენ მოგვიწევს ვიმუშაოთ ჩვენ ტრავმებთან, ეს ინდივიდუალურ ფსიქოლოგიაში რო გადავიდეთ, ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს თვითონ ხასიათში ადამიანებს დაგროვილი, თუმცა ამავე დროს ძალიან ბევრი ნათელი და კარგი თვისებები გვაქვს, ძალიან ბევრი წვალება გვაქვს გამოვლილი, როგორც ერს თვითონ და მე მგონია, რომ აი უფრო მაღალი მასშტაბით, ხო, ეს არის განწმენდვა უკვე აი წარსული ნაგვისგან, მოდით ესე ვთქვათ, რაც ჩვენ მენტალობაში დევს და ყველაზე კარგად ახალგაზრდები უმხედრდებიან ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებად მათში არის ეს ყველაფერი. ყველაზე ნაკლებად მათში დევს ფარისევლობა. ახლა ცოტა ვუხვევთ ამას, მაგრამ როცა ჩემთან ახალგაზრდები მოდიან, ხოლმე ისე მიყვარს ახალგაზრდები განსაკუთრებით, აი ჯახო ყველაფერი ესმით ეგრევე, აი იცით, ემოციური ინტელექტი ძალიან მაღალი აქვთ. ძალიან კარგად ხვდებიან, რა გადმოეცათ ტრავმები, რა იყო არასწორი ოჯახში, რა იყო სწორი ოჯახში და ძვირფასი. ძალიან კარგად არიან აი საკუთარ თავთან და ოჯახურ ველთან ძალიან კარგად არიან კონტაქტზე, იცით და არც აგრესია არ დევს მათში, რომ აი ეს აზიზღარი ჩემი დედიკო და მამიკო და ეს რა არ არის, ეს ჩვენ თაობებში და უფრო ასაკოვან თაობებში უფრო არის. მიმღებლობაც აქვთ, გაცნობიერებაც აქვთ და ყველაზე ნაკლებად არის ყველაფერი გადასული, იმიტომ რომ საბჭოური მენტალობა მათ არ შეხებიათ. ეს ჩემ განცდებს და ჩემს შეხედულებას გიყვებით, ვიღაცა სხვა შეხედულება იქნება და იმასაც აქვს თავისი მიზეზი და თავისი გზა რატო აქვს ეგრე და მე აქ ვერ ვიტყვი რომ ის არ არის მართალი და ვიღაც სხვა არის მართალი, ყველა აი ამ სხვადასხვა აზრებით ვკრიფავთ ხოლმე, ჭეშმარიტება ეს არის. მაგრამ უფრო მაღალი ფონიდან რო შევხედოთ ამ ყველაფერს, ხო? ეხლა არის ბოლო გაფართხალება ამ საბჭოური ბაბულიკი ბჭყალებში ტიპების გაუნათლებლობის, რო ჩალიჩით, რო ვიღაცების გაცურებით და ვიღაცებთან შეძრომით, რო იქ ტენდერი მოიგონ და ეს ყველაფერი მოხვეჭონ და გვერდზე არავინ არ აინტერესებთ, ეს რაღაც საბჭოური რუსული მენტალიტეტი უფრო ეს რუსულ-აზიური მენტალობა არის, ნეგატიურ აზიას გულისხმობ, ახლა არა ისეთ განვითარებულ აზიას ამ შემთხვევაში. აი ესეთი ენერგიები ნელა ერთ-ერთი წელი დაგჭირდება ეს რომ ბოლომდე წავიდეს, მაგრამ აი ახლა ბოლო ბრძოლა აქვს აი ამ ტენდერ ტიპებს, რომელიც ფაქტობრივად ქალაქი წაგვართვეს, მოდით ესე ვთქვათ, ქვეყანა წაგვართვეს, ქალაქში ვეღარ გავდივართ, ყველგან აბსოლუტურად ჩაგვკეტეს კორპუსებით, ახლა წინაზე კიდევ ერთხელ ნუცუბიძინა საღამოთი ვეღარ გახვალთ უკვე, ყველა კუთხე გაჭედილი არის და ჩათებში წერებიან ხოლმე, რომ მარტში ჩაბარდებაო ახალი კორპუსებიო და მე თქვენ ნახეთო საერთოდ, თუ ვეღარსად ვეღარ გახვალთო ბავშვები, არანაირ წრეებზე ვეღარ დაყავთ ფიზიკურად, ვერსად ვეღარ დაყავთ უმრავლესობას გულისხმობ და ნუ ფაქტობრივად კოლაფსისკენ მიდის, ხო ქალაქი ბათუმი კოლაფსისკენ მიდის და ეს ზუსტად აი ამ ბაბულიკების ბრალი არის, ხო ეს არქი ჯგუფები და რაღაცები და რა კალაძის ასე რომ ვთქვათ ბიზნეს პროექტები, ხო ახლა ძალიან პირდაპირ ვამბობ ამას, იმიტომ რომ რეალურად ახლა მოვიხედოთ ყველამ და
ისი არის ხო თუ გვინდა სინამდვილე დავინახოთ ხო მეორე მომენტი არის ეს შენდება ეს ყველაფერი და ვინც ყიდულობს ხო ეს რაღაც სულიერი კულტურის ნაკლებობაც არის როცა ჩვენ არ გვაწუხებს საცობებში საათობით დგომა როცა ჩვენ არ გვაწუხებს კლაუსტროფობია და ბუნება რო აღარ არის და ცარიელი კორპუსები არის ეს სულიერ კულტურასთან მივყავართ ხო იმიტომ რომ აი სულიერი მაღალი კულტურის ადამიანი უბრალოდ არ იყით და ეგეთ ადგილებში ფინებს ხო ვერ ეკნებოდა აი იმ კორუფციას სასიცოცხლო ენერგია არ ეკნებოდა ხო და ესე საქართველოს ეხება მეგობრებო ესეც რეალობა არის ხო და აი ახლა ნელა იწყება აი ამ მენტალობის რომელიც უკვე ყველა შეწუხდა უკვე ქალაქი წაკვართვეს ისტორიული ლამაზი ქალაქი აბსოლუტურად გაანადგურეს ევროპა პირიქიდან ყველაფრის მუდმივ რეკონსტრუქციაზე არის რომ არაფერი არ დაიკარგოს ხო და აი ამ ჭიდილში როცა ესე თვალნათლი უკვე ყველას შეეხო ეს ყველაფერი ამ რატომ მოვყევი ახლა ეს ხო ახლა ჩემ კატეგორიაც ხო არის რომელიც უკვე ძალიან აქ აქვს ეს კორუფცია და ეს რუსული მართლობის სტილი აი ამ პერიოდში უკვე ძალიან გაბრაზდება და აქ შავმთვარე დგას და ეს შავმთვარე ძალიან ცუდად დგას მეგობრებო ძალიან რთულ აი მარსი პლუტონი შავი მთვარე მორელში რაღაც სერიოზული დაპირისპირება არ წავიდეს სერიოზული ღელვა არ წავიდეს მართლა მაშინებს ეს პერიოდი რაღაც არ იყოს ისეთი რამაც შეიძლება ძალიან დიდ ტრავმასთან მიგვიყვანოს ხო როგორც ერი როგორც ყველა განიხილავს ხოლმე რომ აი ფიქრობდი და აი ექსპერტებსაც ველაპარაკებოდი თქვა რუსეთი რომ შემოიყვანოს ოცნებამ ხო ხარ უკვე ჩამოსულები არიან რუსები ბევრი საინფორმაციო უკვე ამას ავრცელებს რომელიც პოლიციას ინსტრუქტორებსაც უკეთებენო ამაზე წერენ მაგრამ ფიქრობდით აი ესეთი ასპექტებს ხო ვიკვლევ მე რა სცენარი შეიძლება მოხდეს შეიძლება რომ აქ რუსეთი შემოიყვანოს ივანიშვილმა მაგრამ მეგობრებო იმხელა წინააღმდეგობებია ამ ასპექტში ვინც არ უნდა მოვიდეს ფაქტიურად ვერ გაუმკლავდება ამ ხელა ენერგიას არ ამგონია ეს ჩაიხშოს აი ეს საბრძოლო თემატიკა მე არ ამგონია ჩაიხშოს იმიტომ რომ მე ეს მარსი კიდე მოდის მე სატურნთან ხდება ეს მარსი მე მთვარეს შეხვდება და მთვარე ხალხი არის და ეს მარსი ძალიან გაბრაზებული იქნება ხალხი და ნუ ერთ-ერთი ცოტა რთული ვარიანტი გვაქვს ოღონდ ბევრად მერე დაახლოებით 1-4 თვეში როცა შავმთვარე შეუერთდება ჩვენ პლუტონს და ეს ცოტა სახიფათო მომენტი არის თუმცა უფრო და ნუ თან ურანს გაუკეთებს რაღაც დონეზე ოპოზიციასაც სახიფათო კიდე გვაქვს რაღაცეები მაგრამ ახლა გადავრთავ მე რამ დამაინტერესა ადრე დამიწერეს რომ კობახიძის რუკა ნახეო და ნახე კობახიძის რუკა არ დავიწყებ ახლა მისი რუკის გარჩევას ერთი მნიშვნელოვან ფრაგმენტებს ვიტყვი აქვს სხვათა შორის მე მაინც ასიდენტი მგონია თევზები კობახიძე ეს მისი აბსოლუტურად დაბლარული ვიზუალი ძალიან კავშირში არის აქ ამ ენერგიასთან თან პირველი სახლის ზონაში შემიაწვით დაღმავალი კარმული კვანძი უზის მაგრამ რა არის ახლა ამ რუკაში მთლიანად საინტერესო ხო აი ზუსტად მაგტრანზე ჯერ შავმთვარე ყავს ბოლო გრადუსზე კირჩხიბში და იუპიტერთან აქ შეერთება ხო ეს ენერგია არის კირჩხიბი მთლიანად აქ საკუთარი თავი დაბლოკილი ემოციურ სტრუქტურაში აქვს ბევრი ფსიქოპათს ეძახის ზოგი ფსიქიკურად შეშლილს შავმთვარე კირჩხიბში როცა არის მეგობრებო და უყურებთ ვიზუალურად ადამიანს ესეთ შეშინებული რო არის და თან ამ შავმთვარეს აქ კვადრატურა მის ნათალურ მარსთან სავარაუდოდ მას უნდა ქონდეს სექსუალური კომპლექსები მას უნდა ქონდეს აგრესიის მართვის პრობლემები ის ყველაზე ამას ვერ ვიტყოდი ის არის ენერგია და მე როგორ გამოიყენებს არ ვიცით ხო მარსის პრობლემები აქვს ეს არის შინაგანი შიშები ძალიან დიდი აგრესიის შინაგანი შიშები რაღაც
ფიზიკური ძალადობა არ მოხდეს მასზე და ცდილობს ყველა დაჩაგრონ ხოლმე ზოგადად ყველას მიმართ აგრესია. ოღონდ აი აქ შავი მთვარე კირჩხებია, ხო შეკავებულ აგრესიას უფრო ვიტყოდი, შიშს დიდს რომელსაც აკავებს, პირდაპირ ჰაბიტუსს ეჩას ხო ამ ადამიანზე. ძალიან აგრესიულები არიან შინაგანად, ძალიან პრობლემურები არიან, მაგრამ რო ჩავრთე ტრანზიტი, მეგობრებო, იმ დღეების, რაც ჩვენ გავიარეთ ახლა, ზუსტად საქართველოს რუკის კომბინაცია და ფაქტობრივად ზუსტად იგივე სურათი მივიღეთ, ოღონდ მის პირად რუკასთან. ნახეთ, ჯერ ხო შავი მთვარე ყავს მას ნეგატიურ ასპექტში იუპიტერთან და მარსთან. ნატალურ და ტრანზიტულ რუკაში ის შავი მთვარე, აი ის ტრანზიტული რო გითხარით, ძალიან სახიფათოა მორიელში თქო, რომელიც უერთდება ამ მის რუკაში უკვე მის მარსს, მის პლუტონთან აქ მის მარს კვადრატურა, პლუტონის მასები არის, ენერგია არის და მის მარს აქ მარსთან კვადრატი და იქ იუპიტერთან. ანუ მთელ ტაუ კვადრატს ვიღებთ, სადაც მასთანაც არის შავი მთვარე ჩართული, ოღონდ მარსთან. ყველაზე ნეგატიურ შემთხვევაში ძალიან საშიში იქნება მისი სიცოცხლის საკითხი. საერთოდ აი ესე ვიტყოდი, მე რო ესეთი ტრანზიტი მქონდეს, შეიძლება მაგ პერიოდში საერთოდ არ გავსულიყავი სახლიდან, როცა მე დიდად ტრანზიტებს ჩემ რუკაში არ უყურებ, მაინტერესებს ხოლმე გულახდილად რო გითხრათ, იმდანაც ცნობის მოყარე ვარ, აბა რა იქნება რომ ვნახო, ესე ვარ ხოლმე, მაგრამ შავი მთვარე მარსის ენერგია, ეს არის ტრამვები, ან რაღაც უბედურება. ზოგ თან რო ვილაპარაკე, რამე გული შეტევან ჯანმრთელობის პრობლემა ხო არ არისო და უფრო მარსი სადაც არის ჩართული ტრამვები, ავტოავარიები, მაგალითად რისკი, ფიზიკური განადგურების რისკი მაღალია. სხვათა შორის ვნახე ადრე რამოდენიმე ადამიანის რუკა, რომელიც ძალადობრივად მოკლეს და ახლა მე იმას კი არ ვამბობ, რომ ყობახიცეს ვინმე მოკლავს, თუმცა ამ რუკით ნამდვილად არ არის გამორიცხული. რაღაც არ შემთხვას. ან თვითონ იქნება ძალიან დიდი ძალადობის პირდაპირ ჩართული ამ ძალადობაში. აი პირდაპირ მთელი თავისი შინაგანი ეს ნეგატივი, დაუმუშავებელი ტრამვები, დაუმუშავებელი შიშების გამოხატვის ეპიცენტრში იქნება. თუმცა ესეთ ასპექტში მე ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი, მის იუპიტერთან მარსი არის. მარს აკვადრატებს, იქ შავი მთვარეა ჩართული, იქ პლუტონი არის ჩართული, ეს პირდაპირ ძალადობის სერიოზული ასპექტი არის. და არ ვიცი, ვნახოთ რა შეიძლება ელოდოს მას და თან მფარველი ყავს მორიელში. ეს მორიელი სხვების ენერგიებია, ფული არის დიდი, რომელიც აი მფარველი რაც არ უნდა იყოს, ძლიერია მორიელში, სხვათა შორის ბოლომდე იცავს ხოლმე, რაც არ უნდა მოხდეს ადამიანში, აი რაღაც იცავს სამყარო, მაინც ძველი ნათელი, კარგი გაკვეთილები, რაც მიიღო ცხოვრების წინა ინკარნაციაში, ესე ვიძახით, მაგრამ შავი მთვარე მორიელში გადადის და როგორც წესი, ელენა სადაც აყვავს, იქ შავი მთვარე როცა მოდის, წყვეტს თითქოს მფარველი აქტიურობას. ამიტომ თუ ეხლა არის ძლიერი, თუ ეხლა გასდის რაღაცეები, ამ შავი მთვარის ტრანზიტზე ძალიან მეპარება ეჭვი. აი 25 განსაკუთრებით რიცხვი, 20-დან 30-მდე ძალიან სახიფათო აპრილი 2025 წლის ძალიან სახიფათო ზონაში გადის. შეიძლება ისიც კი მოხდეს, რომ აი მთელი აი ეს რაღაც ნეგატივები ამოხე, აი დაარტყას ცუდად. ჯანმრთელობა ხო გეუბნებით, უფრო აი ტრამვები იცის რა მარსმა. პლუტონმა იცის აი ეს ეწოლა გარემოსგან, ძალიან დიდი ეწოლა. და ფრთხილად იყოს, მე ვიტყოდი, ახლა გულახდილად რო გითხრათ, ახლა დიდად ნამდვილად არ ვთანაგრძნობ ყობახიძეს და მგონია რომ ყველამ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაცაც აკეთებენ ხალხის მიმართ. მაგრამ აი ამას თუ გადარჩა ამ ტრანზიტებს ძალიან გაუმართლებს, ესე იგი რაღაცას მაინც და გაძვრება ამ ყველაფერს უნდა თავის თავს უნდა უთხრას, რომ ყოჩა.
და ის ძალიან ხოგევნებით გამოკვეთილია. როდესაც საქართველოში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ავტომატურად ხდება კობახიძის რუკაშიც იგივე. ეს მინდოდა მეთქვა, რომ თვითონ კობახიძე თავისი ამბებით არ მაინტერესებს მე გულახდილად რო გითხრათ, მაგრამ მაინტერესებს, რომ საქართველოში რაღაც სერიოზული ეს იქნება მონაწილე ამ ყველაფრის შეიძლება, ან ეს იქნება როგორც მსხვერპლი იმ ყველაფრის. შეიძლება საერთოდ გაწირონ, ხო, და საერთოდ აი პირდაპირ შეაწიროს, ხო, ივანიშვილმა ხალხს. ახლა რაღაცნაირად თან დაღმავალი თევზია და სატურნი ეყოლება პირდაპირ შეერთებაში დაღმავალთან, დაღმავალ კარმულ კვანძთან. თან იქნება კარმული კვანძები ზუსტი შეერთება, ხო, აი კარმული პერიოდია მისთვის. და შეიძლება რაღაცა მსხვერპლად შეეწიროს რაღაცებს, ხო? იმიტომ რომ მის დაღმავალ კარმულ კვანძებთან და კარმული კვანძები ჩვენთან ისეთი რაღაცა არის, აი თან დაღმავალს უერთდება სატურნი, რომელიც დირექტული ყავს, დირექტული დაღმავალი რაღაცა დარჩა, აი კარმა დასალაგებელი, გამოსასყიდი, ესე ვამბობთ ხოლმე და სატურნი უერთდება პირდაპირ და იქიდან აღმავალი უერთდება ტრანზიტული ცაში, ხო? და აი ეს ერთად უკვე რაღაც ვალი არის. მე მაინც მგონია რომ რაღაც ხერპლი არ გახდეს რაღაც ძალიან ცუდი პოლიტიკური თამაშების, იმიტომ რომ იუპიტერიც არის ჩართული, რომელსაც ჩამოთვალე ყავს შეერთებაში. მან წინა ცხოვრებებში ესე ვამბობთ ხოლმე, პოლიტიკაში რაღაც ძალიან ცუდი გააკეთა, რომელიც ჩემი აზრით ძალიან კარგად გააგრძელა იგივე. ყველაფერი ეს არის ხანდახან არის რომ ღირებულებები არ გააჩნიათ იუპიტერი ლიტის შეერთება, როგორც ჩამოთვალე ჟუდოსანში ესე მუშაობს, ხანდახან კარმის გამოსწორებაც არის, რომ აი მე რაღაც ძალიან ცუდი გავაკეთე წინა ცხოვრებებში, მართლობაში, უცხოეთთან, ან გაფართოება არ მივეცი ადამიანებს, პირად ეგოზე ვიყენებდი ამ გაფართოებას და ეხლა მინდა გამოვისყიდო კარმა, ან ამ გზით მიდიან, ან ისევ იგივე საკეთებენ და აქ უკვე მოდის ბევრი წერტილები, აი მის იუპიტერთან, იქით დაღმავალთან და თუ რამე მოხდა მასთან, რაღაც არსულ წინა ინკარნაციებთან ესე ვიძახით ხოლმე, ექნება გამოსყიდვა, რაღაც შეიძლება ზუსტად იგივე გაუთამაშდეს წინა ცხოვრებებში, რაც მოხდა, ხო, ესე ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ იქიდან შავმთვარე, როცა არის მის ნათალურ მარსთან კვადრატურაში, იქით იუპიტერთან და აქეთ ეს სამკუთხედი წინა ცხოვრებაში სავარაუდოდ შეიძლება ფიზიკურად რაღაცა დაემართა, ან მოძალადე იყო და მე აქეთ იცალადეს მასზე და ან ცუდად მოკლეს, ან ცუდად რაღაცა შეეშინდა რაღაცი ძალიან კარმულ ასტროლოგიაში ესე ვიძახით ხოლმე და რაღაცა გამეორების რისკი აქვს მაღალი. ამიტომ მართლა მაინტერესებს ეს როგორი მუშავებს, მეგობრებო, ახლა ძალიან ბევრ რუკას როცა ვყურებთ ხოლმე, ესეთი რაღაცები ხდება. აი, როცა ერთი ასპექტია, ახლა ჩვენ გვაქვს ქვეყანას, გვაქვს ერთი საშიში ასპექტი, როცა პლუტონი ჩვენ სატურნს შეუერთდება ზუსტად. ეს 2026 წელს იქნება, მაგრამ გარშემო სხვა ასპექტები მძიმე არ აქვს. შესაბამისად, ერთი ასპექტი შეიძლება არ იყოს ისეთი შესამჩნევი და არ იყოს ისეთი დამაზიანებელი და შეიძლება საერთოდ ძალიან მსუბუქად გავიაროთ, მაგრამ როცა 1, 2, 4 ასპექტი და მე-5 ასპექტის ერთად ხდება და ისთან, როცა რაღაც ქვეყნის რაღაცასთან აქვს ამბიცია, ხო, რომ ვითომ პრემიერია და უცებ თავის რუკაშიც იგივე ხდება, ზუსტად რაც ქვეყნის რუკაში ხდება, ეს მგონია, რომ იქნება უკვე ჩართული პირადად ამ ქვეყნის ბედთან. და ნახოთ, მართლა მაშინებს ახლა მე არაფერს არ მაშინია ხოლმე ესე გულახდილად რო გითხრათ ახლა თბილისის ომს მოვესწარი, აფხაზეთის და ცხინვალის ომს მოვესწარი და ჩემი მშობლები იყვნენ ჩართულები ამ აფხაზეთის ბრძოლაში. ხაჯერდე ჩემი იყო წასული, იქ იბრძოდა, მე მამა ჩემი წავიდა და ჩვენ ზურგზე გადაიარა ბავშვობაში მთელმა აი ამ ომებმა და იმ სტრესმა, ხო, რომ არ იცი რა იქნება და უშუალოდ ჩემი მე ამ აფხაზეთის ბრძოლისგან ვინც იყვნენ ჩამოსულები, მათ ოჯახებს პატრონობდა, მათ ცოდა ვინც იღუპებოდა მე და ეჩემი ედგა ყველას იუპიტერი კირჩხიბი არის და ეჩემი და აი ამ დაჭრილებს ედგა პატრონობდა როგორც შეეძლო იქ სხვადასხვა
წარმომადგენლები ვინც იყვნენ, იმათთან ცდილობდა ხოლმე უბრალოდ დახმარებოდა ამ ხალხს, იქნებოდა ეს საჭმელი, ზოგისთვის სახლის თემა იუპიტერი გრჩები და რამოდენიმე სახლი გადააცემინა იქ ჩვენ რო ესე ვიყავით მე მშობლები მახსოვს სულ ვიღაცების ოჯახის პრობლემებში იყვნენ ჩართულები და მათ უვლიდნენ და შესაბამისად ეს პირდაპირ ნანახი მაქვს ეს ყველაფერი უშუალოდ მესმოდა მოდიოდნენ ჩვენთან ეს დაჭრილებიც სულ ლაპარაკობდნენ როგორ შეიძლებოდნენ ვინმეს დახმარებოდნენ მაგალითად და სულ ესეთი ისტორიები მაქვს ბავშვობიდან გამოვლილი ხო და უშუალოდ შეხებაში ვიყავი ამ ყველაფერთან ამიტომ ვიცი ეს ყველაფერი რაც მოხდა ვიღაცები თუ ტელევიზორიდან უყურებდნენ ჩვენ მე და ჩემი და ბავშვობაში პირდაპირ იქ ვიყავით ხო შიგნით დავყავდით ვერავის როგორ გვიტოვებდნენ პერიოდულად მივყავდით ჩვენებს და ყველაფერს ვისმენდით ხო იქ რაც ხდებოდა როგორ უჭირდათ მაშინ ხალხს და ჩემ მოლაპარაკებებში იყო ჩართული აფხაზებთან რომ ტყვეები გაეთავისუფლებინათ ქართველი ტყვეები და ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს ხათაშორის ჩემს გაკეთებული მათ და ის სულ იქ იყვნენ სადაც მართლა რაღაცის დახმარება კი არ ვაქებ ახლა მართლა რეალურად ესე იყო ბევრმა იცის ვინც იცნობს ჩემს მშობლებს განსაკუთრებით დედჩემი იყო ეს მთავარი ვინც აქტიურობდა ესეთი კუთხით და მე უშუალოდ მაქვს ეს ყველაფერი მეგობრებო ნანახი უფრო მძიმე პერიოდები ხა პირდაპირ ესე მაქვს გავლილი ეს მხედროები რომ მოდიოდნენ ხოლმე დედჩემთან მამაჩემთან მოდიოდნენ სტუმრად მიდიოდა იქ მთელი მოლაპარაკებები რომ აი საჭირო იყო თქვათ დედჩემის ელენა ტყუპი არის და ეს მოლაპარაკებებში იყოს უჩართული ასე რომ ძალიან მძიმე პერიოდი გვაქვს ყველას გავლილიც და მე პირდაპირ ნანახი უშუალოდ და შესაბამისად მე არ მეშინია რაღაცები თავარი არის რომ აი არ მოხდეს დაზიანება ადამიანების აი რაც გულს ყველას ხო და ძალიან მძიმე არის აი ქართველები ცოტა სხვანაირები ვართ რა აი ერთი ოჯახი ვართ ხო მთელი საქართველო მართლა ერთი ოჯახი მე ესე აღვქვამ ქართველებს ერთი ოჯახი ვართ და შეიძლება დავაზიანოთ ერთმანეთი და გავწიროთ ერთმანეთი და მე ერთი მანდ მაქვს ხოლმე გულის ტკივილი მაგისი მეშინია ეხლა მეტი არაფრის და რა ვიცი მეგობრებო აი პირადად რჩევებით რო გითხრათ მოემზადეთ ამ პერიოდისთვის იქნება ეს ფინანსურად იქნება მორალურად იქნება ესე ფსიქოლოგიურად მაინც მოემზადეთ აი ამ აპრილისთვის რაღაც ცუდი ტრანზიტები გვაქვს იმედი არის რომ ნელ-ნელა თვითონ აქციის მონაწილეები იქნებიან ხალხი იქნება პოლიტიკოსები იქნებიან თუ აი ცოტა მხრუჭები არის საჭირო იმიტომ რომ შეიძლება უკონტროლო ქაოსში გადავიდეს ეს ყველაფერი და ნუ ხელისუფლებაზე ეგრეთ წოდებულზე აღარც ვლაპარაკობ მაგათ ისინი საერთოდ მე ქართველებად ვეღარ აღვქვამ უკვე ესენი მართლა რუსული მენტალობის რუსული მოქმედი რუსები არიან პირდაპირ შემიძლია ესე ვთქვათ და მე მაგათ აღარ აღვქვამ ესე რომ რაღაც გაუფრთხილდნენ ქვეყანას და იფიქრონ ქვეყანაზე ეს უკვე მაგათთან აღარ ჭრის ისევ მე ხალხს ვფიქრობ რომ ხალხმა უნდა მოკიდოთ ერთმანეთს ხელი და გავიტანოთ როგორმე დავეხმაროთ იმიტომ რომ ეს ფაზები გველოდება და გაითვალისწინეთ მეგობრებო ხო ეს არ არის მარტივი როცა ამდენი რაღაცა ხდება და როცა სხვების რუკაშიც სხვა შვილის სალომე ზურაბიშვილის რუკა ვნახე ამ ტრანზიტზე და კარგად ან მას არ ის არ იქნება უშუალოდ ამ ყველაფერში ესე ჩართული ნეგატიურად თუ ხა მას რამე რაღაცას ჩაეფლოს ამაგას ვერ ვხედავ მასთან მის რუკაში მე კიდე სხვებსაც ვნახავ ვის შეიძლება შეეხოს და აი ეს აპრილი უნდა გადავაგოროთ მაისის ჩათვლით გარკვეულწილად და მერე უკვე რაღაცები უკვე უნდა დავაგდეს რაღაცები უნდა გასწორდეს და დროებით მეგობრებო კიდევ რაღაცებს შემდგავს ვიდეოებს შემოგთავაზებთ ხოლმე ბევრი რაღაც ისეთი კარგი ვიდეოები მაქვს დაგეგმილი და იმედია რომ ჩემ წვლილი შემაქვს ქართულ მათით ესე ვთქვა და ასტროლოგიურ საზოგადოებაში ფსიქოლოგიურ ვიდეოებსაც ვდებ ხოლმე მეყოლებიან კიდე სხვა ფსიქოლოგებიც სტუმრად წინაზეც ძალიან კარგი ვიდეო გამოგვივიდა გავიმეორებთ მე და ვახვა აუცილებლად საინტერესო თემებზე და სხვათა შორის ვახოს აქ ფანტასტიკური ლექციები სადაც მე მიკითხავს ამ ლექციებს და ეს ისეთი არის ვინც
სასწავლებელში არის, მათ აქვს ის პრივილეგია, რომ უსმინოთ ესეთ ვიდეოებს, ესეთ ლექციებს, მაგრამ თხოვნით დავითანხმე, კიდე სხვა ფსიქოლოგებიც დავითანხმე და ნინელა შემოგთავაზებთ ესე უფასოდ, ესე რომ ვთქვათ, უფრო განვითარ, აი ცნობიერების ამაღლება, აზიარება ერთმანეთისთვის რაღაცეების, აი ხა რასაც უყურებდი ხოლმე, გინ ფსიქოლოგები, გინ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თავის იმებში არიან ვიწრო პატარა იმებში ჩაკეტილები და იქ ტრიალებენ და ესე ფართოდ გაშვება არ ხდება ხალხისთვის ფართოდ გავრცელება ხო ამ ინფორმაციების და მნიშვნელოვანი არის ყველა ოჯახში მივუკაკონოთ, ვისაც ინტერესი იქნება გინ ფსიქოლოგიის, გინ ასტროლოგიის, გინ ტრანზიტული ასტროლოგიის და მექნება სხვადასხვა იანვარში ვგეგმავ კარგ ტრანზიტულ ლექციას, ვისაც გექნებათ ინტერესი შეგიძლიათ მომწეროთ და პირადი რუკებით გავივლით აი ამ ტრანზიტებზე აკვეთილ ტრენინგ ლექციას, ესე რომ ვთქვათ. და მგონია რომ ესეთი აქტივობებიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ საზოგადოების განვითარებისთვის, მეგობრებო, იმიტომ რომ გვაკლია ცოდნა, გვჭირდება განვითარება, გვჭირდება ჩვენ თავთან კონტაქტი, გვჭირდება ჩვენი შინაგანი სტრუქტურების განვითარება, ფსიქოლოგიური განვითარება და აი მასე თუ წავალთ წინ, უკვე ვერაფერი ვეღარ მოგვერევა მერე და ვეღარავინ ვეღარ მოგვერევა და დროებით მეგობრებო და წარმატებები ყველას.